დღეს ისეთი მანქანა მესტუმრა ავტოფარეხში, მეგონა თავის თავს თვითონ შეიყვანდა, მაგრამ დასჭირდა ჩემი დახმარება და შევიყვანით. ნახეთ როგორი აგრესიული მონსტრიკა ესეც. ძალიან სიმპათიური, ესეთი კარგი ტიპი მყავს დღეს და ნახოთ სალონში რა ხდება. არ იყო ამ მანქანაში მძიმე დაბინძურება, იყო მსუბუქი დაბინძურება, თუმცა რადგან მე მომიყვანეს, ესე იგი, ჩემი ხელი იყო საჭირო და ასეც აღმოჩნდა. ნახეთ, სალონი არ არის ძალიან ისეთი უყვარს ამ ავტომობილის პატრონს მოვლა როგორც ჩანს. საკმაოდ კარგი ავტომობილია. ნახეთ ეს დაბინძურებული ძრავი და დავიწყე ჩემი სამუშაოები. ამ პროცედურას დავარქვი განსკამვა, რადგან ვიღებ სკამებს ავტომობილიდან და სხვა სახელი ვერ მოუფიქრე. აქ უკვე თქვენ კადრში ხედავთ შტეკერების ამოღებას. ესეც გადმოვიტანე სავარძლებით. არ იყო მძიმე, გამიმართლა სხვათა შორის და გამიხარდა ძალიან, არ დამჭირდა დახმარება ამ შემთხვევაში. და ესეც ბოლტები, რომელიც ავტომობილს ეკეთა. ცარიელი ხალიჩა. რაც დასუფთავდა და ჰოი სურპრიზი აღმოჩნდა წყალი, რომელიც ამოვტუმბე რა თქმა უნდა, აქ თქვენ კადრში ხედავთ ხელთათმანებში შეფუთვას შტეკერების, რომ არ დასველდეს და თავს ვიზღვერთ ამ მეთოდით, რომ წყალი არ მოხდეს აპარატის, ქიმწმენდის აპარატის, ასევე ურთქლი არ მოხდეს და არ დაინესტოს, ან არ დასველდეს. და რა თქმა უნდა დავიწყე ჩემი სამუშაო ჭერიდან. მოვემზადე შემძვერი ავტომობილში, ცარიელ ავტომობილში და კომფორტულად მოვთავსდი. მხოლოდ ტერიტორია მქონდა, რომ საკმაოდ კარგად მეყო. დავასუფთავე ჭერი და დავიწყე უკვე მტვერსასრუტის სამუშაოები. გავასუფთავე ავტომობილის ხალიჩას საფუძვლიანად, მტვრისგან და ნაწილაკებისგან, ბეწვისგან და მოკლედ დანარჩენი ნაგვისგან. და აქედან უკვე დავიწყე სავარძლების მოვლა. რა თქმა უნდა, პრემიუმ ხარისხის ავტოქიმიას ხმარობდა, არ აზიანებს სავარძლების და არც ერთ დეტალს ავტომობილის. ნახეთ როგორ უნდა გამოიყურებოდეს დასუფთავებული სავარძლი, აი ამ ხრიჭოებში არ უნდა იყოს მტვერი და ასე შემდეგ. ეს უკვე ვერთხლის აპარატით მუშაობა არის, აქ უკვე ქიმწმენდის აპარატი და ნახეთ თქვენ კადრში ხედავთ იქ, რომ სუფთა წყალი ამოდის, ანუ ამ დონემდე მივდივართ, რომ ბოლოს უკვე სუფთა წყალი უნდა ამოდიოდეს. ჩვეულებრივი ფეტიში მაქვს ავტომობილებთან დაკავშირებით, ისევ ასუფთავებს ამ პედალებს, რომ ბოლოს უკვე მენანება ხოლმე, რომ ვინმე მასზე ფეხი დადგას, ცოტა კიდევაც ვეჭვიანობ, რომ ამ ავტომობილს შემგანო გაიყვანენ, ნეტა როგორ მოუვლიან, ნეტა როგორ გაუფრთხილდებიან. ესეთი ფიქრები მოწუხებს სულ ხოლმე. ალბათ ეს ნორმალურია, იმიტომ რომ თავმოყვები ავტომობილებს. აქ უკვე კარის დეტალების დასუფთავება მიდის და ამის შემდეგ თქვენ უკვე ნახავთ ავთორშედეგებს და ძალიან გთხოვთ, მინდა რომ გულწრფელად შემიფასოთ, დამიწეროთ კომენტარები, იაქტიუროთ, რათა მეც მქონდეს უფრო მეტი мотиваცია და უფრო მეტად ხალისიანად გავაკეთო ჩემი საქმე. დიდი მადლობა ყველას, კადრში ბოლოს ნახავთ ძრავს და გამომიწერეთ აუცილებლად.